Სახელმწიფოს შემდეგ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე პრეტენზიები აქვს ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელს, თუმცა ამჯერად ბრალდოების ადრესატი თავდაცვის მინისტრი ასოს სიშკარიშვილი მინდია ჯანელიძეს გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ექსპერტის ბრალდოების პასუხი თავდაცვის სამინისტროდან მოყვა მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ჯანელიძესთან მისი მუშაობის იმ პერიოდს ეხება, როდესაც ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. უმაქნისია ის თავისი ვალდებულებების შესრულებისას. ეს არის საფრთხე ჩვენი თავდაცვის სისტემისთვის. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარეს პრეტენზიები თავდაცვის მინისტრის მიმართ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო აქვს. მინდია ჯანელიძე მაშინ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ 2012 წელს ჯანელიძის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურმა ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განგებ გააჭიანურა. რატომ არ იძიებდა ამ საქმეს რატონი ჯანელიძე? ფაქტია, რომ მისი ხელმძღვანელობისას ეს სტრუქტურა ქმედებდა შეუსაბამოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების. კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია თავდაცვის მინისტრისთვის. უწყებაში მისი პოზიცია წერილობით განმარტეს, თუმცა მათი ხელმძღვანელის წარსულ საქმიანობაზე არ უსაუბრიათ. უშუალოდ მინისტრს ლაფანყურის თემასთან კავშირი არ აქვს. გამოძიების პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. ჩვენი უწყება ვერანაირად მოახდენს გავლენას გამოძიების პროცესზე და ამასთან მინისტრს არ გააჩნია არც ფუნქციონალური და არც პირადი შეხება. ლაფანყურის სპეცოპერაციას ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ექსპერტები საქმის გამჭვირვალედ წარმოებისთვის ექსგუმაციის შედეგების გასაჯაროებას და იმ პირების დასახელებას ითხოვენ, რომლებიც სპეცოპერაციისას ლიკვიდაციას გადაურჩნენ და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. რამოდენიმე მათგანი არის თურქეთში, ვიცით ნამდვილად. ერთი უნდა იყოს ავსტრიაში და ერთი რომ მოსკოვში ზის და არხეინათ არის, ეს ვიცით ძალიან კარგად. მის სახელია რაბანი. და ის მაშინვე გადავიდა დაღესტანში. რაბანი გადასცემდა ინფორმაციას თავის ბიძას, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელი იყო, რომ მოვდივართ. თუ ეს იცოდნენ, რატომ მაშინ ვერ მიიღეს? ასე ვთქვათ, რატო არ შეატარეს ღონისძიება? გამოძიების დაჩქარების აუცილებლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე საუბრობს. არ შეიძლება ეს საკითხების ღია დატოვება, იმიტომ რომ ამით აძლევს შენს საშუალებას რუსებს და მათთან დაახლოებულ ადამიანებს, რომ ათასგვარი სპეკულაციები და ბინძური ჭორები გაავრცელონ საქართველოს მთავრობის ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებზე და ეს არის ცუდი ქვეყნის ინტერესებისთვის. ექსპერტები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამ მოთხოვნას იზიარებს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენის ოფისში თვლიან, რომ პარლამენტის საქმეში პროკურატურის ჩართულობითაც უნდა დაინტერესდეს. პარლამენტმა მოითხოვოს საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ძალიან კონკრეტული პასუხები, ძალიან კონკრეტულ შეკითხვებს. ვთქვათ, ის რომ რატომ არ იძიებს ამ საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა, რატომ არ მოხდა ამოღება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ საქმის. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა სიტყვამ შეიძლება გარკვეულწილად სერიოზული რისკები წარმოქმნას ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ. ამიტომ არის რომ მე მიმაჩნია რომ გამოძიებას უნდა მივცეს საშუალება რომ დაასრულოს. ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს ჩატარდა. სპეცოპერაციისას სამინისტროს 2 სპეცრაზმელი და თავდაცვის უწყების ექიმი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით მებრძოლთა 17 კაციანი დაჯგუფებიდან 11-ის ლიკვიდაცია მოახდინეს.